4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ზესტაფონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მათ რეგისტრაციისთვის მხოლოდ ერთმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად საინიციატივო ჯგუფებს რეგისტრაციისთვის ვადა ჰქონდათ განსაზღვრული მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. ეს არის კენჭისყრამდე 47 დღით ადრე. როგორც საკრებულოს წევრობის სურვილ კანდიდატის რეგისტრაციისთვის, ასევე მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის. ეს ვადა უკვე ამოწურულია შესაბამისად ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირებულია ერთადერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი. ეს არის ზოვრეთის მერვე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. რაც შეეხება მერობის კანდიდატს საინიციატივო ჯგუფიდან ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში მსგავსი განცხადებით არავის არ მოუმართავს. შესაბამისად არც ერთი კანდიდატი არ არის დარეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით კი ცესკოს რეგისტრაციისთვის ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა შესაბამის საარჩევნო კომისიებს. რეგისტრაცია გაიარა 6-მა, 2-ს კი უარი ეთქვა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს 52 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. რეგისტრაცია გაიარა 39-მა, 3-ს უარი ეთქვა. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა, 25 აგვისტო რეგისტრაციის მიზნით უნდა წარმოადგინონ მხარდამჭერთა სიები. მუნიციპალიტეტში საარჩევნო მასალების განთავსება გარკვეულ წესებს უნდა დაექვემდებაროს. საინფორმაციო მასალები, პლაკატები და ბანერები მხოლოდ სპეციალურად საინფორმაციო დაფებზე განთავსდება, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და საჯარო სივრცეში დამონტაჟდება, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბარ პირობებში შეძლებენ საკუთარი გზავნილის გავრცელებას ამომრჩევლამდე. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ქალაქის იერსახეს დაიცავს, ხოლო მოქალაქეები ერთიან, მოწესრიგებულ სივრცეში მიიღებენ ინფორმაციას. ეს საკრებულოს ერთადერთი თემა იყო, რაზეც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები შეიკრიბნენ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. დაიწყო საარჩევნო კამპანია, რაშიდაც ჩართული იქნება სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები და მოუწოდეთ ყველას, რაც საკრებულოზე განხილული იქნა და კანონი იქნა მიღებული სააგიტაციო მასალასთან დაკავშირებით გამოკვლული იქნება შესაბამისი დაფები, სადაც განთავსება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სააგიტაციო მასალები და მოუწოდეთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვიზუნოთ ამ ქალაქის კეთილდღეობაზე და სისუფთავეზე და მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც გამოყოფილია ეს სააგიტაციო მასალის შესაბამისი ადგილები მოხდეს მათზე ამ სააგიტაციო მასალის გამოყენება. ძალიან მიყვარს აი ეს ზრუნვა და მერჩია, რომ აი ეს ჩემი რაღაცა უარყოფითი ტკივილი გადამეტანა საქმეზე და გადავწყვეტე რაღაცატომ რომ ეს შემეგროვებინა ქვები და რომელზეც ჩემი თარდი თითქოს ამის ფერების და მიხედვით ვარჩევდი, რაღაცას ვამტვრევდი, თითქოს რაღაცას ვაკეთებდი და ბოლოს მე წარმოვიდგინე, რომ აი ამას მოდი ქოთანს გავაკეთებ, ამით კალათას გავაკეთებ, ამით რაღაცას გავაკეთებ და ბოლოს იქცა ჩემი ხელსაქმე, ძალიან შევიყვარე. ამ წუთში ვიტყვი, რომ ჩემი ქვები ძალიან სადაც არ უნდა მივდიოდე, ხო? ყველგან ვეძებ ქვას. ისეთ ფერებს და აი როდესაც რაღაცას ვაკეთებ, შეიძლება ერთი ქვა მოხსნა რამოდენიმე ადგილზე, იმიტომ რომ აი იმ ადგილს არ უხდება, მაგრამ აი იმ ადგილს უხდება და ძალიან მიყვარს და ამით რა ვიცი, ძალიან შევიყვარე ეს ჩემი ხელსაქმე და ეხლა ასე რომ ვთქვათ, მეკცა საქმედ. სადაც მე უკვე ხალისო, ბედნიერი ვარ, ჩემი ხელნაკეთებით მე თვითონაც ვახარებ ჩემ გულს. რა ვიცი, ერთ სიტყვით ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, როდესაც ჩემი ოჯახურ საქმეებს მოვრჩები, ჩაუჯდები და ვაკეთებ ხოლმე მთელი ბედნიერებით ამ ყველაფერს და
მიხარია რომ ჩემი ხელით შექმნილი არსებობს რაღაცეები ჩემს სახლში და გადასაგდები ნივთები რომელიც თუნდაც კამი იყო, თუნდაც რაღაცა ვედრო იყო, თუნდაც რაღაცა თასი იყო, ყველა ეს ახალი სიცოცხლე შევძე. ისე ძალიან მიყვარს ეს ჩემი ხელნაკეთებით, რომელიც ჩემს ეზოში დგას და ზედმიდევებს ჩემი ხელნაკეთი ქოთნებით მე უკვე ყვავილებს ქოთნებიце და სადგამად გამოვიყენე ყვავილების სადგამად ეს დამტრეული ნივთები და კიდევ გავუგრძელე სიცოცხლე ამ ნივთებს, რომლებიც იყო უკვე სანაგვეზე მოსასროლი და რატომაც არა შეიძლება რომ რაღაცით ხელთავიდან შეგვიყვაროთ ის ნივთი, რომელიც უკვე ერთ დროს გადასაგდები იყო ადამიანებისგან და მათ შორის ჩემი ოჯახიდანაც. ახლა ძალიან ლამაზად მაქვს ეზოში მორთულები. მოდენიმე ვარდი რო ვიყიდე, მე თვითონ ვაკალმებ. ძალიან ძვირად ღირებული ვარდები რო ვიყიდე და ფიზიკურად საკმაოდ ძვირი არის რომ ეს უკვე გადავამრავლე და სხვათა შორის 1-2 წლის უკან იმდენი დავაკავლე ალბათ 1-300 ძირი თელ სამეგობროს დაურიგე უბნის ახალგაზრდებს დაურიგე ვინც უბანში რძლებად შემოვიდა და ვამბობდი რომ ახარეთ ადამიანებო და აი მე მოვალ და მე ვნახავ და სულ ვამბობ კიდეც საიდუმლოს გაგიმხელ მე რომ მოკვდებით ყვავილები არ მომიტანოთ ვამბობ რამდენი ცოცხალი ვარ ერთი ძირი მაჩუქეთ მოვუვლი და ვიტყვი რომ მან ეს მაჩუქა და ძალიან გამოვედნიერებს მეთქი და ეს იყო ეს არის ჩემი მასრობით ნათქვამი ხოლმე და რა ვიცი ასე ცოტა-ცოტობით შევაგროვეთ ძალიან ბევრს ვამრავლებ და იცი რაც ყველაზე ძალიან მიყვარს თუ ვინმეს იმდენი მაქვს დაკალმებული რომ ადამიანებმა წაიღოს იცი რატო ხარობდეს ისინი სხვა სიცოცხლეს მატებენ მე როცა მასთან სტუმრად მივალ იქ დამხვდება რომ ის ჩემი ნაჩუქარია და მე თვითონ ვიღებ იცი რამ ხელა სიამოვნებას ვიღებ ძალიან მე თვითონ მიხარია ცხოვრება ჯახია თუ ორ ადამიანს შორის ცხოვრებას აი ადამიანურად ჯახები გვერდზია ბედში არ დავიდებით ცხოვრება ოჯახისი არაფერი არ მოვა მე და ჩემი მეუღლე ვართ ის ადამიანები სადაც ძალიან გაგებით ვეკიდებით არაფრისგან დავსახდით არაფერი არ დავხვედრიათ ვიშრომეთ და ჩვენივე ხელებით სხვათა შორის ეს სახლი ზურას აშენებული არის ყველა კარფანჯერად ჩემი მეუღლის გაკეთებულია მათ შორის კაცივით ვედაკი გვერდით მეც ცარიელი ხელებით მოვედით დღემდე და იცი რა მახარებს ეს ჩვენი ხელით შექმნილი და მაშინ გადავწყვიტე იდეა დამებადო რომ აი ფელჩატკებში გავაკეთე ხელები და გავაკეთე ჩემს ეზოში და როდესაც უნდა გამეღება ვთქვი აი ამ ხელებს ოქროსფერი შეშევდეს იმიტომ რომ ამ ცარიელი ხელები და ზუსტად იმ ოქროს ხელებმა შექმნეს ბევრი არაფერი უბრალოდ ჩვენ გვიხარია შვილები ყავს 5 მათ შორის 3 ქალიშვილი და 2 ვაჟიშვილი ღმერთის წყალობით ყველა შემდგარი ადამიანები, ყველა თავისი გზა არჩეული, განათლებულები, უმაღლესი განათლებით, ზოგი თავთავის სპეციალობითაც მუშაობენ. მყავს საკუთარი 4 შვილი და მე-5 მყავს ჩემი გაზრდილი, რომელსაც ჩემი 4 შვილი ვერ გადაწონის, იმ ერთის სიყვარულს იმ დონეზე ჩემი არის. ის ჩემს ცხოვრებაში 14 დღის იყო, როდესაც გაჩნდა, რადგანაც მის დედას საკეისროდან მე-10 დღეს უმძიმესი მდგომარეობა დაემართა ინსულტი და ეს გოგო იყო უკიდურეს მდგომარეობამდე, ის იყო მეგობრის შვილი და საბედნიეროდ მომცა უფალმა ის ნება, რომ მე ის გამეზარდა 14 დღიდან და დღეს ის 17 წლის კაცია და ვიტყვი რომ ისიც ჩემი შვილია. ისე თავისუფლად მიწაღის დედიკო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ მე სხვისი შვილის დედობად შევძელი და ამასთან ერთად გმირი მამა ზურა დარჩა. იმიტომ რომ მაშინ 240 ლარი ქონდა ხელფასი და სოფლის ცხოვრება ძროხები რაღაცა ისი და ამით გავიტანეთ, გავზარდეთ ყველამ ერთად. ჩემი შვილები დედმამის შვილებს შორის არ არჩევენ და ეს ჩემი დიდი სიმდიდრეა. მეტი ქონება არ გამაჩნია. მხოლოდ ადამიანობა რაც ვაგროვეთ ეს არის. დამხმარე მეურნეობა მაქვს, ნუ როგორც ჩემს ეზოს ვალამაზებთ, ხო? ასე სახლის უკან მაქვს ჩემი ბაღი, სადაც ფაქტიურად ბაზარზე არაფერზე არ გავდივართ. ყველაფერი თუ კი რამე სოფლის მოდის ბროკოლით დამთავრებული. ის კიტრია, პამიდორია, ბავადრჯანია, ყველანაირი წვანილია, ლობიო, ნუ რაც კი შედის ფაქტიურად მეურნეობის, სოფლის მეურნეობაში მე ის ყველაფერი მომყავს და მარტო მე არა. ეს არის ოჯახური დიდი შრომა, ვის როგორც სალია, მაგრამ ძირითადი მაინც რაც მიყვარს ეს. როდესაც ყვარშვილი ეზოდან გადავა თავის საქმე, მე კიდევ ჩემს საქმეს შეუდგები. ჩემ ხელნაკეთობას შეუდგები და ძალიან მიყვარს ჩემს ეზოში ახლა აშენებული ბასენი, რომელიც ჯერ კიდევ არ მყავს ბოლომდე მიყვანილი და ძალიან მიხარი რომ ის მე ჩაუდები საფუძველი.
გაბედნიერებს იცი რა არის, სადაც ოჯახში ერთობა არის, გაგება არც იქ ყოველთვის მოდის და პატივისცემა არის, იქ ოჯახი შედგება და მადლობა უფალს ამ დიდი სიმდიდრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში არის. ამ ჩვენ ადამიანურ ცხოვრებაში ძალიან კარგი 5 შვილი გაიზარდა. ძალიან კარგი ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და აი ეს არის დედისთვის სიმდიდრე მეტი არაფერი, ჩემი ქონება ესენი არის და მადლობა ამისთვის უფალს. ერთადერთი ძალიან ხშირად ვდებ ხოლმე Facebook გვერდზე და ზოგადად ძალიან კარგად ვარ სოციალური მომხმარებელი, იცით რა არის, ძალიან კარგად ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აღმცალი არსად წასასვლელად და აი, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი საქმისგან ძალიან დაღლილს შევირბენ Facebook-ზე, მოვიკითხავ ჩვენ სამეგობროს, საახლობლოს, სამეზობლოს ადამიანებს და მოვესიყვარულებ და ძალიან ხშირად დავდებ ხოლმე ადამიანებო მე თქვენ მიყვარხართ. ამ სამყაროში ამაზე დიდი გრძნობა არ არსებობს, სადაც სიყვარული აი ყოველთვის არის პატიება, აი ყოველთვის არის მეტი ადამიანობა და რაც უფალმა დედამიწას მიმოაბნია, ყველაზე ბევრი არის სიყვარული და რატომაც არა, თუ ქვი ადამიანი აკრიფე. მადლობა ამ სამყაროს იმისთვის, რომ მე კარგი ადამიანების მეგობარი ვარ და მიყვარს და ჩუქნი ამ სიყვარულს თითოეულ კარგად და ძალიან კარგად იციან ჩემმა მეგობრებმა და მიცნობენ, რომ ამას მარტო ცარიელი სიტყვებით არ ვამბობ. მე სიყვარული შემიძლია და მათგანაც ვღებულობ. ბედნიერი ვარ, ყველა დღე მიხარეია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმდენად რამდენადაც დადიანების სასახლის დედოფლისეული პირველი აი ამ კორპუსის რეაბილიტაცია დავაანონსეთ. უმნიშვნელოვანესი ადგილია ქართული კულტურის უდიდესი კერაა, ზუგდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოსიური სასახლე ფონდ ქართულს მიერ არის გაკეთებული, დედოფლისეულსაც ჭირდებოდა ნამდვილად ეს დახმარება და ამით ვიწყებთ დიდ პროექტს 10-მდე სხვადასხვა ტიპის მუზეუმს თუ სახლ-მუზეუმს. თბილისში ეს არის ლეონიდის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, გალაქტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები ვანში. საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით ზუგდიდის დადიანების სასახლეებში, კერძოდ დედოფლისეულ რეზიდენციაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. სასახლის რეაბილიტაცია, რესტავრაცია, რომელიც დაახლოებით 9 საუკუნეზე მეტია ამ შენობაში არ ჩატარებულა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ჩატარდება არა სასახლის რემონტი, არამედ რესტავრაცია, რაც მიზნად ისახავს შენობის პირვანდელი იერსახის აღდგენას. აი ამ პირვანდელი იერსახის აღდგენაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ამ პროცესში არის გათვალისწინებული არა მარტო ნაგებობის, არამედ იქ დაცული ისტორიული ნივთების და რელიკვიების აღდგენა და რესტავრაცია. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო რესტავრატორები და ეს პროცესი გახდება, მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ჩვენი ქვეყნის სამუზეუმო ცხოვრებაში.